მოგესალმებით ჩემი აუდიტორიის წევრებს. როგორც დაგკვირდით, ტრადიციულად დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულად 2026 წლის ტენდენციებზე. არსებული ვიდეოში განხილული იქნება კონკრეტულად როგორც ბედისწერის ბორბლის წელი, როგორც ბედისწერის ბორბალი ფორტუნის ბორბალსაც ეძახიან 2026 წელი, ასევე ზოგადად ის ტენდენციები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული სიტუაციური კუთხით. ხოლო მოგვიანებით უკვე მე ჩავწერ კონკრეტულად ზოდიაქოს ნიშნებზე, თქვენი მხრიდან თუ აქტიურება იქნება ამ ვიდეოზე, ზოდიაქოს ნიშნებზე თითოეულ დეტალიზაციას, რჩევების სახით, რომელ ნიშნებს გაუმართლებს და ასე შემდეგ. დღეს კი მოდი კონკრეტულად დავიწყოთ განხილვა. 2026 წელი ეს არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. ანუ ეხლა ხომ იყო 2025 კონკრეტულად ხის გველის წელი, მწვანე ხის გველის წელი და ეხლა არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. გარდა ამ ცეცხლოვანი ცხენის წელისა, ასევე არის ბედისწერის ბორბალი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ ეხლა აქამდე ვიყავით განდეგილის არკანში, ტარო სისტემის მიხედვით და გადავდივართ ბედისწერის ბორბალში. ბედისწერის ბორბალი ეს კონკრეტულად არის კანმული პერიოდიც გარკვეული კუთხით ადამიანისთვის, ასევე არის გამართლებაც, ასევე არის იღბალიც, გააჩნია ვისთვის როგორი სიტუაციები შემოტრიალდება. მე სპეციალურად ავიღე რამოდენიმე დასტა სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციები, რომ იყოს როგორც კლასიკური, ასევე ორაკულის სახითაც, წარმოდგენა რო გქონდეთ ილუსტრირებული როგორი არის და შესაბამისად მოდი ამ თემების განხილვა გავაკეთოთ კონკრეტულად. აი შეხედეთ. ესეც იტალიური მარსელის ტაროს სისტემის. მოკლედ, ეხლა დავიწყოთ. ზოგადად 2026 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით ცეცხლოვანი ცხენს რასაც ეძახიან, ხო? კონკრეტულად თებერვალში დგება, მაგრამ ზოგადად ეხლა ჩვენ როგორც ახალ წელს აღნიშნავთ ხოლმე 31 პირველი ორის თემაში, შესაბამისად ვნახოთ ამ თემების განხილვა. კონკრეტულად არსებულ წელს უნდა შეხვდეთ შემდეგი ფერებით. პირველი ფერი, რომელიც აუცილებელი არის, რომ კონკრეტულად იყოს როგორც მორთვის კუთხით თქვენი სუფრის, ასევე ნაძვის ხის სათამაშოები და ასე შემდეგ, დეკორაციების კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს წითელი ფერი. ასევე შეიძლება რომ იყოს ლობიოს ფერს, რომ ეძახიან ხოლმე, ხო, ან შვინდისფერს, მუქი შვინდისფერი, ასევე შესაძლებელი არის იყოს ღია ყავისფერი რო იყოს. და ასევე საკმაოდ კარგი იქნება მწვანე ფერი თუ იქნება და რაც თავარი არის ოქროსფერი, მოყვითალო ფერი უნდა იყოს აქცენტი ამაზე გამახვილებული. აი ეს კონკრეტული ფერები შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ თქვენი დეკორაციებისთვის. ანალოგიურად ჩაცმულობის კუთხითაც, ხო, რაც ჩაიცვა ახალი წლის თემაში, როგორ შეხვდე პირობითა წლის მდგომარეობას. მნიშვნელოვანი არის რომ გქონდეთ ტასაცმელი, რომელიც თქვენთვის საკმაოდ ძვირფასი არის. არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ახალი იყიდოთ, ხო, წლევანდელი წლისთვის. ერთადერთი წელი არის წელს, როდესაც შეგიძლიათ შეხვდეთ ძველი ტასაცმლით, იღბლიანი ტასაცმელს ვიტყოდი. ოღონდ ეს ძველი ტასაცმელი მას არ ნიშნავს, რომ დახეული იყოს და სადმე რაიმე გაფუჭებული იქონდეს, დაკერებული და ასე შემდეგ, არა. ძველში იგულისხმება ისეთი ტასაცმელი, რომელიც თქვენთვის იღბლის მომტანი იყო ცხოვრების რაღაცა ასპარეზზე და წარმატება მოგიტანათ სიტუაციურად, ოღონდ ყოველგვარი დაზიანების გარეშე. ყველაფერი ნივთები, რაც დაზიანებული არის, სიტყვაზე დახეული ტასაცმელი, დახეული წიგნები, რომლებსაც საერთოდ აღარ იყენებთ და არ გჭირდებათ, ასევე ნებისმიერი სახის დამტვრეული ჭურჭელი და ყველაფერი, რომ იტყვიან ხოლმე ბარგი, ისეთი რაც არ გჭირდებათ, შეგიძლიათ გაასუფთავოთ თქვენი გარემოცვა ამ ყველაფერი ნეგატიური ენერგიებისგან, ყველაფერი ინფორმაციული ჭუჭყისგან, რაც საერთოდ არ არის საჭირო, რომ თქვენ გარემოცვაში იყოს. ახლა ასეთი კითხვა გაგიჩნდებათ, რომ კონკრეტულად როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი. სახლის გაწმენდისთვის იქამდე სანამ ახალი წელი დადგება, შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა სახის წმენდითი პრაქტიკები. ეს შეიძლება იყოს იატაკი, შეგიძლიათ მოწმინდოთ სველი, მარილი ან წყალში გარეცხილი ტილოთი, თუ რა თქმა უნდა იატაკი იქნება ისეთი, რომ არ დაზიანდება ფიზიკურად მარილისთან, ასე თქვა, შემხებლობაში ესეთი იატაკი. ხლა პარკეტი რომ მოწმინდო მარილიანი ტილოთი კი ხვდები რა შედეგსაც დადებ, ხო? მასტიკიანზე მით უმეტეს. ამას ხვდებით, რასაც გულისხმობ. ასევე სარკეები მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს მარილი ან წყალში გარეცხილი. სარკე ეს არის ზოგადად პორტალური მდგომარეობა, შესაბამისად, თუ კი რაიმე სახის ანარეკლი იყო ნეგატიურ ასპექტში, ამის ყველაფერი წმენდაც მოხდეს. თავიდან რა თქმა უნდა თეთრად გაშრება, მაგრამ შემდეგ შესაბამისად გაასუფთავებთ ჩვეულებრივი ტილოთი, ესეც პრობლემა არ იქნება. ძირობამდე ჩავდივართ თემაში.
შემდეგი რას ვაკეთებთ? სურნელოვანი ჭხირები, ჰაერისტიქის გააქტიურება. შეგიძლიათ გამოიყენოთ სურნელოვანი ჭხირები, შეგიძლიათ გამოიყენოთ სანთლები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთგვარი სეიჯები, დაფნის ბოთოლი, ვისაც რისი საშუალება გექნება, თავარი არის გამწმენდი საშუალება იყოს, სახლის ყველა კუთხეში უნდა დაიაროთ და უნდა დააბოლოთ ეს ყველაფერი კუთხეებში განსაკუთრებით თუ კი რაიმე სახის ნეგატივი არის ბოლომდე განთავისუფლდეს ამისგან და ასევე ანალოგიურად ცეცხლის ალითაც შეგიძლია რომ კუთხეებში დაიარო და ეს ყველაფერი ენერგიები ამოწოდა შენი სიტყვებით თქვა ყველაფერი ამ ყველაფერსგან გაწმინდო. ეს არის ძირითადი პრინციპები. შემდეგი ასპექტი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ არსებულ წელში. ზოგადად ბევრს აქვს ხოლმე ის შეკითხვა, რომ როგორი წელი იქნება ჩემთვის. მოდი ზოგადი ფონის კუთხით გეტყვით ეს რატო მაინც და მაინც არის პირველ რიგში ბედის წერის ბორბალი. კომბინაციაში ნუმეროლოგიური თვალსაზრისით თუ შევხედათ 2026 წელი კომბინაციაში ჯდება როგორც 10-იანის მდგომარეობა. ხო, შესაბამისად მე-10 არკანი ეს ტარო სისტემაში გახლავთ რა თქმა უნდა ბედის წერის ბორბალი, იგივე ფორტუნის ბორბალსაც ეძახიან ხოლმე. ეს არის ძალიან ისეთი კარმული პერიოდი, ესე ვიტყოდი, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს ამ შანსს და არ დაგავიწყეთ რომ არსებული ბორბალი არის, ხო, ფორტუნის ბორბალი რაც არის. ეს არის წრიული მდგომარეობა, წრიული მოძრაობა. რაღაცა მომენტში შეიძლება იყოს აღმავლობის პერიოდი, რაღაცა მომენტში შეიძლება იყოს აღმავლობის პერიოდი. გასათვალისწინებელი არის ის ფაქტორი, რომ თქვენი მხრიდან თუ არ იქნება სიზარმაცის მომენტი, საჭირო მომენტში აქტიურობას თუ შეძლებს, საჭირო მომენტების დაჭერას თუ შეძლებს სიტუაციური კუთხით, საკმაოდ იღბლიანი წელი შეიძლება აღმოჩნდეს შენთვის, უბრალოდ მეტად გჭირდება მეტი აზროვნების ჩართვა, ხო? ანუ კონკრეტულად თუ იყო 2025 წელი რაღაცა მომენტში გააზრების პერიოდები, ხო, საკუთარ თავში სულიერებაში გადაშვების პერიოდი, რომ უმოქმედობა რაღაც გარკვეული კუთხით სიბრძნეებში ჩასვლის მდგომარეობა, ეს წელი არის აქტიური, 2026 წელი უფრო მეტად აქტიური უნდა იყო, უფრო მეტად ცოცხალ ენერგიებში უნდა იყო. ნებისმიერი სახის მოდუნება, სიზარმაცე, არაფრის კეთება, ფეხი-ფეხზე გადადება და ჰაერიდან დოლარების ცვენა და ლარების ცვლა გინდოდეს, ესე არ მოხდება. რაც უფრო მეტად აქტიური იქნება და რაც უფრო მეტად მონდომება გექნება, გარისკვა უნდა შეძლო არსებულ წელიწადში ხდები, უნდა გარისკო რაღაც მომენტში და სასურველი შედეგი მიიღო. შიშების თემები უნდა მოიშორო ყველა ვარიანტში. აი ამ ყველაფერ თემებს რომ დაამუშავებ, ასევე გარკვევა ურთიერთობისა, ვის ტოვებ შენ ცხოვრებაში და ვის უშვებ შენი ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. ყველა ენერგეტიკული პარაზიტები დავარქვათ, ხო, ის სიტუაციები, რაც ჩვენ უკან გვწევს, დრო არის რომ უკვე დატოვოთ ამ წელიწადში. 2025 გულისხმობ, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ იმ წელშიც გადმოყვებათ და ფორტუნის ბორბალისობით გატრიალებთ სიტუაციები მსგავსი კუთხით. კიდევ რაც მინდოდა რომ მეთქვა. საკმაოდ კარგი იქნება ფინანსური თვალსაზრისით თქვენი წელი, თუ უფრო მეტად იქნებით ჩართული რაღაცა ახალი საქმიანობების წამოწყებაში, რაღაცა ახალი იდეოლოგიური კუთხით მოგივათ, ხო? რაღაცა იდეალის განხორციელებაც გინდა. საწყის ეტაპზე თუნდაც მცირედით გარისკე მოდი ესე ვიტყოდი, ხო, რომ მიიღო სასურველი შედეგი. ამ წელიწადში როგორც არასდროს ბედის წერის ბორბალი, ფორტუნის ბორბალი არის შენთან, უფრო მეტი მხარდაჭერა გაქვს სამყაროსგან, უფრო მეტი მადლის პოზიცია გაქვს, თუ კი ეს ყველაფერი იქნება. რაღაცა მომენტებში შეიძლება გქონდეს დაღმავალი პერიოდებიც, იმიტომ რომ შენივე შეცდომებიდან დაშვებული გარკვეული კუთხით კარმული თემები დაგიბრუნდეს, მაგრამ ეს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ მოდუნდე. მთლიანობაში შეჯამება რომ გავაკეთოთ, საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი წელი გვექნება, საკმაოდ ცეცხლოვანი იქნება. გარკვეული კუთხით შეიძლება ესე თქვას პოლიტიკური მსოფლიოს მხედველობის კუთხით თუ შევხედავთ ამ სიტუაციებს, შეიძლება იყოს პატარ-პატარა პროტესტების თემები, გამოსვლები ცოტათი აგრესიული გამოვლინებები, კონფლიქტები მსოფლიოს სიტუაციებში შეიძლება იმატოს ასევე გარკვეული კუთხით ხანძრის სტიქია, ანუ ცეცხლის სტიქია, იმიტომ რომ პირდაპირ ცეცხლოვანი ენერგიები არის კონფლიქტები ესენი, მაგრამ ისეთი არაფერი არ არის კონკრეტულად 2026 წელში, რომ შეში გქონდეს, რომ ვაიმე მსოფლიო იღუპება, მსგავსი რაღაცა ჯერჯერობით არ გვემუქრება, მოდი ესე ვიტყოდი, ხო? მთლიანობაში ასევე ჩემი პირადი პროგნოზიდან გამომდინარე, რაც ინფორმაციულად მომივიდა, მე როდესაც ვიყავი გარკვეული სახის პრაქტიკაში, მიჩვენა, რომ შესაძლებელი არის იყოს პატარ-პატარა გარკვეული სახის კერები, ვირუსული ფონის კუთხით რაღაცა ახალი სახის დაავადებამ შეიძლება იჩინოს თავი, რაღაცა ისეთი პატარ-პატარა ისეთი სიტუაციები, რაც გადალახვადი არის და რა თქმა უნდა ჩაკეტის პოზიციები არ იქნება. ესეც უბრალოდ ინფორმირებული რომ იყოთ, ნელა თემა შემოუშვი, რომ მიხვდეთ რას გულისხმობ. მთლიანი ფონი არის ესეთი, მეტი აქტიურობა, მეტი სიცოცხლის უნარიანობა,
ყველაფერი დასამთავრებელი საქმეების დამთავრება არსებულ წელში და ან წამოწყება ახალი სიტუაციებისა საკმაოდ კარგი პერიოდი გველოდება, საკმაოდ გამართლების პერიოდი გველოდება. ანალოგიურად თითოეულ ზოდიაქოსთან დაკავშირებით თუ ამ ვიდეოზე აქტიურობა იქნება დავდება აუცილებლად ინფორმაციას, ვისთვის როგორი წელი იქნება და ვინ ზოდიაქოს რომელმა ნიშანმა რას უნდა მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ასევე ვიტყოდი, რომ მათ ვისაც გჭირდებათ ჩემი საახალწლო გაშლა 2026 წელთან დაკავშირებით წლის პროგნოზი, ჩაწერები აქტიურად მიმდინარეობს და შესაბამისად რაოდენობა შეზღუდული არის, ვისაც გენდომებად შეგიძლიათ ჩამეწეროთ. ასევე აქვე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ ჩემი საავტორო წიგნი მაგიური მცენარეები გიორგი პეტრიაშვილის, ხო? ვისაც გინდათ რომ შეიძინოთ. ისევ არის გაყიდვაში ბიბლოსის ყოლაფილიაში საქართველოს მასშტაბით, ასევე არის ლატერნას მაღაზიაში, ქარვასლას შენობაში არის ცოტნედადიანი 7 ნომერში და ასევე რუსთაველის 16-ში. ბუკინისტური წიგნები არის, იქ იყიდება ეს წიგნები. ან თუ იმყოფებით საზღვარგარეთ, მიკავშირდებით და საკვირეარო მომსახურებითაც მიიღებთ მომსახურებას. ასევე აქვე დავამატებ, ვისაც გჭირდებათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღება კონკრეტულად კონსულტაციების თვალსაზრისით. კონსულტაციების თვალსაზრისითაც პირდაპირ ვიტყოდი აქ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად არის გადატვირთული მდგომარეობა, აქ საახალწლო გაშლებთან დაკავშირებით წლის პროგნოზი, რომელიც მიმდინარეობს, ზოგადი კონსულტაციების კუთხითაც, რომელიც არის გარკვეული სახის პრაქტიკების გაცემა, ყველაფერი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში ჩემთან, როგორც დახურულ ჯგუფში, სადაც რიტუალისტიკის კუთხით იდება ინფორმაციები, ეს ყველაფერი ინფორმაციები აქტიურ რეჟიმში არის, აქტიური მიმდინარეობა. ასე რომ, ვისაც კონსულტაციები გენდომებათ, ეს ყველაფერი ინფორმაციები არის განთავსებული, პირად შემიკავშირდებით ყველაფერთან დაკავშირებით. შემდეგ პერიოდებში დავდებ, მე ვფიქრობ, რომ გავაკეთო სანამ წელი დამთავრდება წლის ბოლომდე წმენდითი რიტუალი, დატოვება ყველაფერი ნეგატიური ასპექტების, ანუ მადლიერებით გაშვება არსებული წელის, ეს წელი რო ჩავხუროთ მთლიანად და მადლიერებით რომ გაუშვათ და ასევე რომ მოვიზოთ ახალი კონკრეტული ენერგიები. ამის რიტუალსაც განვახორციელებ, სურვილის შემთხვევაში ჩაწერით იქნება ეს ყველაფერი, ყველას არ მიეცემა საშუალება რომ მიიღოს მონაწილეობა არსებულ რიტუალში, ვისაც სურვილი ექნება, მიკავშირდება პირადში ამაზეც შემდეგ ვიდეოს განვათავსებ პირობები რა როგორ იქნება გაწევრიანების მსურველების კუთხით. ეს არის ყველაფერი ინფორმაცია, რაც მინდოდა რომ გამეჟღერებინა თქვენთვის, ცოტა ვრცელი ვიდეო გამოვიდა, იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ინფორმაცია არის განსახილველი უნდა ვისაუბრო და უნდა გადმოგცეთ, ვიღაცას დაგეზარებათ მოსმენა, ვიღაცას არ დაგეზარებათ, ეს თქვენი პირადი არჩევანი არის. ჩემი მისია არის, რომ მოვიტანო თქვენამდე ის ინფორმაცია, რაც სამყაროში მიმდინარე პროცესები ხდება, რაც საჭირო არის, რომ იცოდეთ განვითარებისთვის, სულიერი ამაღლებისთვის, სულიერი თვითცნობიერებისთვის, დანარჩენი უკვე ვის რასის ჯერა და ვის რა მიმართულება გაქვთ, ეს უკვე თქვენი არჩევანი არის. ხო, ასევე ამ წინებზე შეკითხვა იყო, რომ რატომ მაინც და მაინც ხის ასპექტი, ხო? რატომ არის ხის მდგომარეობა. ზოგადად მათ ვინც არიცით, მე გარდა ტაროლოგიური მომსახურებისა, ასევე სხვადასხვა მიმართულებითაც მუშაობ, სხვადასხვა მანტიკური საშუალებით და სხვადასხვა პრაქტიკების მიმართულებით და ჩემი ძირითადი მიმართულება საგვარეულო თემების სიტუაცია არის. საგვარეულო ხე, საგვარეულო მიმართულება, უკანაც ხედავთ პირდაპირ ხე, პირდაპირ ასოციაციაში, როგორც სიცოცხლის წყარო, როგორც ჩვენი ფესვები, როგორც ჩვენი საწყისი, ჩვენი შთამომავლობის თვალსაზრისითაც, რომელსაც სამომავლოდ გადავცემთ და ასევე ჩვენი წინაპრების თემაშიც. ასე რომ ვფიქრობ, რომ კითხვაზე პასუხი გაცემული არის, ხო? აი ეს იყო ჩემოკარგებო ყველაფერი ინფორმაცია, რაც მინდოდა რომ თქვენთვის გამეჟღერებინა, როგორც დაგპირდით უახლოეს დღეებში თუ კი აქტიურებთ, ჩავწერ ზოდიაქოს ნიშნებზეც ვიდეოს, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.